მარტსა და აპრილში ენერგეტიკული ბირჟა შედარებით გააქტიურდა 3 აპრილის შემდეგ ბირჟაზე გარიგებები ყოველდღიურ რეჟიმში ფიქსირდება. მიმდინარე წლის 4 თვეში პლატფორმაზე 15400 მეგავატი საათი ელექტროენერგია გაიყიდა. როგორ აფასებენ ენერგეტიკული ბირჟის მუშაობა სექტორის წარმომადგენლები და რა მოდელით გააგრძელებს ფუნქციონირებას ბირჟა 1 ივლისიდან? დეტალებით ქრისტინა გამთენაძე გვერდება პირდაპირ ეთერში. მაიკო, გამარჯობა. პირველი კვარტლის მონაცემებით ბირჟაზე რეგისტრირებულია 21 კომპანია. მარტში ენერგეტიკულ ბირჟაზე 1700 მეგავატ საათი ელექტროენერგია გაიყიდა. აპრილში კი ვაჭრობა მნიშვნელოვნად გააქტიურდა და შესაბამისად ვაჭრობის მოცულობამ 13300 მეგავატ საათი შეადგინა. მოლოდინია, რომ წყალუხვობის პერიოდში ბირჟაზე ვაჭრობა კიდევ უფრო მეტად გააქტიურდება და გარიგებების მოცულობა შესაბამისად გაიზრდება. მარტში მონაწილეებმა ბირჟაზე ვაჭრობის შედეგად საბალანსო ელექტროენერგიის ფასთან შედარებით დაზოგეს დაახლოებით 30000 ლარი, რაც შეეხება აპრილის მონაცემებს. თუ რა მოცულობის თანხა დაზოგეს ბირჟის მონაწილეებმა, ეს უკვე მოგვიანებით გახდება ცნობილი. წლის დასაწყისიდან დღემდე კი ენერგეტიკულ ბირჟაზე ჯამურად, როგორც აღინიშნა, დაახლოებით 15000 მეგავატია ნავაჭრი, რაც წინა წლის მეორე ნახევრის ჯამური ნავაჭრის დაახლოებით 90% შეადგენს. აქტიურობა გამოწვეულია იმით, რომ გაჩნდა უფრო მეტი თავისუფალი ენერგია, რომელსაც შეუძლია გაყიდოს ბაზარზე ელექტროენერგია და კვლავ წინა პერიოდის მსგავსად აქტიურობენ ენერგიის გამყიდველები, ვიდრე მყიდველები. ამის ახსნა რამდენიმე შეიძლება იყოს. ერთ-ერთი შეიძლება ვთქვათ, რომ წარმოებლების ზიანი, თუ მათ ვერ გაყიდეს ომხრივი ხელშეკრულება და მოუწიათ როგორც საბალანსო ელექტროენერგია, მისი წარმოებული ენერგიის გაყიდვა უფრო მეტია, ვიდრე მომხმარებლების ზიანი, თუ მათ ვერ შეიძინეს ელექტროენერგია ომხრივი ხელშეკრულებით ან ბირჟაზე და მოუწიათ საბალანსო ელექტროენერგიის ყიდვა. როგორც ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლები და ენერგეტიკოსები ამბობენ, მიუხედავად ბოლო 2 თვის გამოცოცხლებისა, ბირჟაზე ვაჭრობა სისტემური ხასიათი ჯერჯერობით მაინც არ აქვს. როგორც ცნობილია, 2025 წლის 1 ივლისიდან საბალანსო ბაზარი უნდა გაიხსნას და ზოგიერთმა ბაზრის მონაწილემ ბირჟაზე სავალდებულო წესით უნდა ივაჭროს. ამასთან 1 ივლისიდან დაგეგმილია უბალანსობაზე პასუხისმგებლობაც ამოქმედდეს. ეს კი ნიშნავს, რომ გენერაციის ობიექტებს და ამასთან მსხვილ მომხმარებლებს ყოველსაათობრივად მოუწევთ ელექტროენერგიის წარმოებისა და მოხმარების შესახებ პროგნოზების გაკეთება. უბალანსობაზე პასუხისმგებლობის აღება არის სწორედ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაზეც კერძო სექტორის წარმომადგენლები საუბრობენ და ამბობენ, რომ ამისთვის ბიზნესი ამ ეტაპზე მზად არ არის. ზაფხულიდან ენერგეტიკული ბირჟის სრულად ამოქმედებას ბაზარი არ პროგნოზირებს, თუმცა მოლოდინია, რომ ელექტროენერგიის სავაჭრო პლატფორმა 1 ივლისიდან სამიზნე მოდელს უფრო მეტად დაუახლოვდება. განაწერი არის ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციაში, რომლის მიხედვითაც 1 ივლისს უნდა მოხდეს ბაზრის დარჩენილი სეგმენტების საბალანსო ბაზრის, ასევე უნდა მოხდეს უბალანსობის ანგარიშწორების გააქტიურება, თუმცა მე ამ ეტაპზე ხელმძღვანელობთ ამ მოცემულობით, რა იქნება პოლიტიკის განსაზღვრების მიერ გადაწყვეტილება, როდესაც შეაფასებენ მდგომარეობას, საომავლო პროგნოზებს და ასე შემდეგ, უკვე ამაზე საუბარი ამ ეტაპზე მე მიჭერს. იმისთვის, რომ ბაზარზე განვითარდეს და უფრო მეტი აქტიურობა გქონდეს, მნიშვნელოვანი არის, რომ ხდება სავაჭრო პერიოდი შემცირდეს 1 თვიდან უფრო ნაკლებ პერიოდზე, რომ მეტი სტიმული გქონდეთ ბაზარზე ვაჭრობის. დღეისთვის ბაზარი არის დამატებითი პლატფორმა, რომელსაც არც мотиваცია არსებობს დიდად ვაჭრობის და არც პრაქტიკულობას ხედავს ბაზრის მონაწილეები. როდესაც უკვე გადავალთ რეფორმის შემდგომ ეტაპზე, ეს იქნება რაღაცა ვაჭრობის პერიოდის დავიწყება, მაშინ უკვე ეს ბაზარი, ეს პლატფორმა იქნება დამატებითი მექანიზმი მათთვის დამხმარე აი ამ გარიგებების დროს. ზუსტად მთელი ბირჟის შინაარსი მაგას გულისხმობს, რომ ხანდახან შეიძლება იყოს წამგებიანი ბირჟაზე ვაჭრობაც, მაგრამ ეს ყველაფერი საბაზრო, ასე ვთქვათ, ეკონომიკის საბაზრო პრინციპებით არის ნაკანახევი. დღეს შეიძლება ნახო მოგება, ხვალ შეიძლება ნახო წაგება, შეიძლება ყოველთვის რომ ბირჟაზე მოგებას ნახულობდე, ხო? ანუ ამ პრინციპიდან გამომდინარე, ხო, აუცილებელია ბირჟა ამოქმედეს იმ მოდელით, რა მოდელითაც არის დაგეგმილი და ამოქმედეს სრულად და ეს არ იყოს ნებაყოფლობით. ანუ ნებაყოფლობითი მოდელი ნიშნავდა უბრალოდ გარდამავალ ეტაპს, რომ მოდით აბა უბრალოდ შევხედოთ როგორ იმუშავებს. მაგრამ ამ მოდელით ჩვენ ვერ გავაგრძელებთ, ასე ვთქვათ, მუშაობას. ცნობისთვის 6-ჯერ გადავადების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი გასული წლის 1 ივლისს ამოქმედდა.